ილია თოფურია დაეჯახება ისლამ მახაჩევს ზაფხულში თეთრ სახლში, მოვა დრო და ესე დავიწყებ ვიდეოს. ოფიციალურად ეს ჯახი არ არის დაანონსებული, მაგრამ თუ მოусმინეთ ილიას და ისლამის ინტერვიუს, ხვდებით რომ ყველაფერი მიდის მაგეთკენ. თუმცა სანამ ეს მოხდება, მებრძოლებს თითო შერკინება აქვს ჩასატარებელი. ილია თოფურიას წლის დასაწყისში აქვს ბრძოლა ან გეიჯისთან, ან პედი პიმბლეტთან. ისლამ მახაჩევი კიდე 15 ნოემბერს ახალი თავის წონით კატეგორიაში 77 კილოგრამში პირველად იჩხუბებს ჯეკ დე ლა მადალენასთან ტიტულზე. ისლამზე, მადალენაზე, გეიჯიზე და პიმბლეზე მაქვს გაკეთებული დოკუმენტური ფილმები. თუ გაინტერესებთ ამ მებრძოლების კარიერა, მაშინ შეგიძლიათ ნახოთ ჩემ არხზე. იქამდე კი მოусმინოთ ილიას და ისლამის ახალ ვიდეოებს, სადაც მებრძოლები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ისინი შეხვდებიან ზაფხულში თეთრ სახლში. მესმის რომ ეხლა შენი საფიქრანი მხოლოდ ჯეკ დე ლა მადალენაა, თუმცა თოფურიაზე საუბარს ვერ აცდები. ილია თქვა რომ თუ შენ ჯეკს დაამარცხები, ის მზად არის შეხვდეს. პირველ რიგში მაინტერესებს ილიას და ოლივერას ბრძოლაზე რას ფიქრობ? ილია უდაოდ კაი მებრძოლია, თუმცა ჩარზიც მაგარია. ისიც იბრძვის ბოლომდე. მოკლედ უყური ამ შეხვედრას და მართლა არ ვიცი ვინ იქნება ილიასთვის შემდეგი მეტოქე, რაც შეეხება ჩვენ შეხვედრას, ჯერ მე მაქვს ჩანიშნული ბრძოლა, მერე მას გავიგე ილიას თეთრსახში უნდა ჩხუბი. მეც იგივე მინდა. თუ UFC დაორგანიზებს ამ შერკინებას თეთრსახში, მგონი ამაზე დიდი ბრძოლა არ არსებობს. თოფურია იძახის რომ თუ შენ გაიმარჯვე, ის ამოვა შენს წონაში. ალბათ 77 კილოგრამში ჩხუბი შენთვის უფრო კომფორტული იქნება, ხო ასეა? თუ აპირებს 70-ში ჩასვლა. თუ ის ჩემთან ამოვა, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის პლუსია და თუ მე მომიწევს წონის კლება 70-ისთვის, ცოტა გამიჭირდება. ამიტომ დანას ჩემთვის მეტი ფულის გადახდა მოუწევს. ოფიციალურად არ ვიცი ვინ შეხვდება ილიას, თუმცა ვფიქრობ რეალური კანდიდატი უფრო პედია. ასე არ ვარ, თავიდან არმანი იყო ოლივერა თოფურიას ბრძოლის დამცხვევი. მან წონაც ჩააბარა და ვფიქრობ სწორედ ის არის თავარი პრეტენდენტი, რადგან იმსახურებს. კი, ცარუკიანი ერთხელ შეცდა ჩემთან ბრძოლის წინ. არ მოვიდა აწონვებზე, მიიღო ტრავმა, მაგრამ ის ისევ დივიზიონის ნომერ 1 სპორტსმენია და ამიტომ ეკუთვნის სატიტულო ჩხუბი. მოკლედ რომ ვთქვათ, ან არმანი, ან გეიჯი, მაგრამ 100%-ით არა პედი პიმბლეტი. აი ვისთვის აქვს მოგებული პედის, ფერგუსონს მოუგო, ჩენდლერს მოუგო, რომელიც ყველა მცემა? შეიძლება გაუვარდეს პიმბლეტს, არის სამის შანსი, არ ვიცი მართლა, მაგრამ არმანი ნამდვილად შეუქმნის ილიას პრობლემებს. და ცარუკიანი თუ დაამარცხა ილიამ, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, რადგან არმანი ძალიან კარგად ჩხუბობს დგომში, ძლიერია პარტერში და გრეპლინგში. ვერ ხვდები დაღესტნელები რატო აღმერთებენ ესე მაგრად არმან ცარუკიანს, მან კი ბრძოლა მოუგო ჩარლზ ოლივერას, მაგრამ როგორ მოუგო? გაყოფილი გადაწყვეტილებით და ილიამ როგორ მოუგო ჩარლზ ოლივერას, ყველას გვახსოვს. და აი დაღესტნელებს რო დააკვირდეთ, არმან ცარუკიანი იმის მერე შეუყვარდათ, როდესაც ის ჩაეხსნა ისლამ მახაჩევთან ბრძოლას და რა ხდება? დამთხევაა, ვინმე მოკლეს, ვინმე ალბათ ისიც დამთხევაა ბილამა მადალენასთან ბრძოლის მერე რომ დამარცხდა, თავისი ავტოფარეხის კარები გააღო და შემოაბრზრიალა ახალ-ახალი ლამბორჯინი და დაღესტანში რაღაცა მიწის ნაკვეთი გაიფორმა. კი, ესეთ რაღაცეებზე საუბრობენ, ეს ჭორებია, ზუსტი ინფორმაცია არ არის. იქამდე კიდევ მოусმინოთ ილია თოფურიას ინტერვიუს, რომელიც ზრუნავს ისლამის მეცხვარეობის კარიერაზე. ისლამის დამარცხების შემთხვევაში დამარცხებულ ისლამთან გირჩეულია შემდეგი ბრძოლა თუ პირობითად გამარჯვებულ ცარუკიანს. მოკლედ ვერ გავიხსენე სიტყვა, მაგრამ ისლამი თუ დამარცხდა, დაბრუნდეს დაღესტანში, თავის ფერმაში. თუ მოიგო კიდე წელს ხო? ზღვარი მომწესოს. მოიგო კიდე აუცილებლად. რამდენად შესაძლებელია შენი ბრძოლა ვიხილოთ UFC-ს და Paramount-ით პირველ ღონისძიებაზე? ძალიან შესაძლებელი. და მაინტერესებს შენი აზრით, ყველაზე რეალისტური გზა რა იქნება ამ მესამე ტიტულზე გასვლის? აი ზუსტად მაგაზე არის დამოკიდებული ტიტულების დაცვა, ის 1-2 სახელი, რომელიც ახლა ჩემს დივიზიონში არის დარჩენილი, მაგათთან ბრძოლა და გამარჯვება. რაც მოხდა იმ ბრძოლა კატეგორიაში, სადაც ვიყავი, პირველი იყო ვოლკი, მერე მაქს ჰოლოუეი, მერე არანაირი პრობლემა არ შევქმნით იმაზე, რომ წონა შემეცვალა. რომ იგივე პრობლემა, იგივე მოხდება ამ წონაში. რამდენიმე დღის წინ დაწერე, რომ შეიძლება დაინიზლავა ნებისმიერ თეთრი სახლის ჰედლაინერი იყო. შენთვის იდეალური მეტოქე ვინ შეიძლება იყოს თეთრ სახლში? ისლამ მახაჩევი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება, რაც UFC-ის ისტორიაში შემდგარა. მესამე ტიტულზე არავის არ უბრძოლია. ისლამამ თავისი ძველი დივიზიონ
ძალიან დომინაციით დაამთავრა და მე ზონა შეიცვალა, ასე რომ მგონია რომ ანუ ძალიან დიდი მაგნიტის ბრძოლა იქნება, რაც UFC-საც და ჩვენს ყოველ სხვაწყობს. ვისთან ვიბრძოლებდი, აუცილებლად პადი, იმიტომ რომ დიდი ისტორია გვაკავშირებს. გონი რომ მაგ ბრძოლის ხილვა ყველას გსურს და ყველას გინდათ რომ მოხდეს ის, ასაც არ ვიტყვი ხმამაღლა. ისლამი და მესამე მესამე რავი ნებისმიერ მე პირადად უკვე ერთხელ ვთხარი მეთქი რაც უნდა გაგიყვარი რომ წონა შეიცვალა იმიტომ რომ 100% შანსები გაქვთ და მეორე კამარი მოიპოვო ბოლკანოვსკის ბრძოლაზე ეჭვი არ მეპარება რაც მოხდება მაგ ბრძოლაში ვიცი რომ მერაბის გამარჯვებით დასრულდება დღეისათვის სულ ეს იყო, იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოზე ლაიქი ტენოთ და კომენტარი დაწეროთ, თქვენი ოქროს კომენტარი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ არხის განვითარებისთვის და ზოგადად ეს არხი არის თქვენი, იმიტომ რომ თქვენზეა დამოკიდებული ამ არხის განვითარება. მე ზოგჯერ დრო არ მაქვს, ზოგჯერ მეზარება ხოლმე რაღაცის გაკეთებას, მაგრამ როცა შევდივარ ვიდეოებში და ვხედავ კაი კომენტარებს და ხვდები, რომ ეს ვიდეოები გადგებათ, რაღაცა ინფორმაცია მოაქვს თქვენამდე, ძალა მეძლევა, мотиваცია მეძლევა, ვჯდები ამ კომპიუტერთან ვიწყებ მონტაჟს და უშვებ ახალ ვიდეოს. ასე რომ თქვენზეა დამოკიდებული ამ არხის განვითარება და კიდევ ამით გემშვიდობებით.